ჩემთვის აფხაზეთი ჩემი იდენტობის ნაწილია. აფხაზეთი იყო, არის და იქნება ჩემი ყოველდღიურობა. ძალიან მცირე პერიოდი გავატარე იქ, თითქოს ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაც მჭიდრო და ახლო მოკავშირი არსებობდეს ჩემსა და ჩემს კუთხეს შორის. თუმცა ბნელ 90-იანებში ჩემი დის და ჩემი საყვარელი აქტივობა იყო ჩვენი დიდი ოჯახური შეკრებები, სადაც ჩემი დაიდაშულები და მამიდაშულები გვიამბობდნენ იმ ტკბილი და უტკბილესი მოგონებების შესახებ, რომლებიც გადახდენიათ აფხაზეთში. და სწორედ ეს ემოცია გადმოდიოდა ჩვენზე და ძალიან მჭიდრო კავშირი დამყარდა ჩემსა და ჩემს კუთხეს შორის. შესაბამისად, სანამ უკან ოცნებად იქცა აფხაზეთი, თავიდან ვერ ვხვდებოდი, რომ ეს ოცნება ასევე ტკივილთანაც ასოცირდებოდა. დაახლოებით 7 ან 8 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაში დაბრუნების შემდეგ მასწავლებელმა გთხოვა გვემუშავა დავალებაზე, თითქოს ძალიან მარტივ დავალებაზე და გთხოვა გვესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გავატარეთ ზაფხული. ძალიან მარტივად გავართვი თავი, მაგრამ სკოლაში დაბრუნების შემდეგ იქ გავაცნობიერე ადგილზე, რომ ჩემგან განსხვავებით ყველა ჩემს კლასელს ჰქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ მთელი ზაფხული თავის საყვარელ სოფელში, საყვარელ ბებიასთან და ბაბუასთან ერთად გაეტარებინა. მე კიდევ ამ შესაძლებლობას მოკლებული ვიყავი. ალბათ მაშინ გაღვივდა ის მარცვალი, რის შემდეგაც რამაც განაპირობა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევა და მე დარწმუნებული ვარ, არ ვიცი რა სტატუსით, მაგრამ იქნება ეს გალის გამგეობა თუ სოხუმის მერია, აუცილებლად ჩემს წვლილს შევიტან ჩემი კუთხის და რეგიონის განვითარების საქმეში. მგონია, რომ ქართველებს მოგვიწევს ჩვენი ისტორიული მეხსიერებით აღვიდგინოთ, ესე ვთქვათ, ის უნარი, უნიკალური უნარი, რაც გვაქვს მშვიდობიან, ტოლერანტულ გარემოში თანაცხოვრება მრავალფეროვანი ეთნიკურობის გათვალისწინებით.